მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. რა თქმა უნდა, ხა ქრონოლოგიურად გაყვე ამ ყველაფერს, ეს არის თავიდან ბოლომდე ორგანიზებული, იმიტომ რომ ის დახვედრაც ორგანიზებული იყო. მე ის კამპანია, თავდებში ჩადგომის კამპანიაც დაორგანიზებული იყო, სასამართლო გადაწყვეტილებად შეკვეთილი იყო, ტაშიც დაორგანიზებული იყო, თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების დაორგანიზებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილი არის ამ ქვეყანაში. ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციური ბალანსი ქვეყანაში და კონსტიტუციით ქვეყანა არ იმართება, ქვეყანა იმართება კორუფციით, ქვეყანა იმართება ბიუჯეტის ქურდობით, ქვეყანა იმართება ძალადობით, ну, ყოველ შემთხვევაში პროპაგანდით, ეს არის სიმბიოზი, არის ეს რაღაცა ძალიან ისეთი რთული ფორმა არის, თვითონაც ალბათ ჩახლართულები არიან. აქ ნიშანდობლივი რა არის ამ ყველაფერში? რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას აქვს უზურპირებული სასამართლო, პოლიციას თავის დაკრულზე აცეკვებს როგორც უნდა და ყველანაირ სიბინძურეს აკეთებიებს. აქვს პროკურატურა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი საქმის შეთითქმას აბსოლუტურად მტკიცებულებების გარეშე და ჩვენ ხედავთ ბევრი სისხლის სამართლის საქმეს, ну არ არსებს სიგიჟე არის, მართლა პომპეიდან ბომბეამდე ის რო არის, ახლა გვირაბი არის, დაახლოებით ესეთი საქმეებია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას, როგორც ჩანს, კრიმინალის გარეშე არ შეუძლია ხელისუფლების, თქვათ, აი ამ მომენტში მმართველობა. ამიტომ თავიდან ბოლომდე ქართული ოცნება არის გასული კანონს მიღმა და ესეთი ბანფორმირებების შექმნა, ესეთი, თქვათ, რაღაცა დაჯგუფებების შექმნა, რომელიც თავიდან ჩადებული აქვს ძალადობა და თან იმ ხალხისგან წარმოიდგინეთ, თავმოყარეობის ამბავი არის, ახლა კითხვას რო გისვავენ. ვის ებრძოდა ერეკლე მეფეს წანისის ბრძოლაში, თავმოყარეობის ამბავი არის, რომ უბრალოდ ინსტინქტურად უნდა უთხრა ეს ამბავი. ანუ საერთოდ არაფერ შუაში არ არის, თქვა, რაღაცა შეიძლება უაზროდ ჩაგაცივდეს ადამიანი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში თავმოყარეობის ამბავი არის, რომ მინიმუმ რაღაცა პასუხი გაცენ. ამ ადამიანებს ეს ამ პასუხის გაცემა, ეს ინსტინქტის მომენტი არის, ჩვეულებრივი ინსტინქტი არის, აი, ვის ებრძოდა და პასუხი. და ამ ადამიანმა ისიც არის რეალურად, ამ ხალხმა როგორც ჩანს ისიც არის რეალურად ვის ებრძოდა. და იმას თავი დაანებეთ ახლა ეს რაღაც სხვადასხვა ამბები კიდე ისეთი ის არის. ამიტომ ამ ხალხისგან ასეთი ორგანიზაციების დაფუძნება ეს არის ჩვეულებრივად, აი როგორ არის, აუთსორსზე გატანა ძალადობის, რა, ახლა პოლიციას რაღაცა მოაშორონ და კრიმინალის გარეშე როდესაც უკვე აღარ შეგიძლია ხელისუფლების მართვა. პირველ რიგში ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ. აი ამ ახალგაზრდა ადამიანმაც უნდა იცოდეს, მისი მომავალი რა იქნება, როცა ქართული ოცნება არ იქნება ხელისუფლებაში. და იმ ხალხმაც უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ეს ადამიანები, როდესაც ძალადობას დაიწყებენ, ეს ადამიანები არ შემოიფარგლებიან, ეს ბანფორმირებები არ შემოიფარგლებიან რაღაცა კონკრეტული აქტივისტებთან ურთიერთობის გარჩევაზე. ამათ მადა გაეხსნებათ, ამათ მერე ფული მოუნდებათ. სიტყვაზე თუ 3000 ლარს აძლევენ თვეში, მერე მოუნდებათ 10000 ლარი. კარგი მანქანები მოუნდებათ. კანონს მიღმა მოუნდებათ ყოფნა, იარაღის უკანონო ტარების უფლებებს მოითხოვენ. ეს ხალხი მე ამ ხალხს მიმბაძველები გამოუჩნდება. მე ამ პროცესიდან ვეღარ გამოვა, კიდე დაემატება და მივიღებთ ზუსტად იმას, რასაც ქვია, აი ჩამოქცეულ სახელმწიფოებს, რასაც ჩავარდნილ სახელმწიფოებს, არ შემდგარ სახელმწიფოებს, რასაც ეძახიან. იმ ქვეყანას მივიღებთ. 90-იანების მივიღებთ უბრალოდ 2026 წელს შინაარსით 90-იანს მივიღებთ და ეს 90-იანი წლები უნდა ესმოდეს თუნდაც ქართული ოცნების ამომრჩევლს, რომ პირველ რიგში მათ შეეხებათ ყველაზე მეტად. იმ ბიზნესმაც უნდა იცოდეს დღეს რო ეხლა რიგში რო დგანან, ჩემოდნებით რომ მიაქვთ ქართულ ოცნებაში ფულს. თქვენ ეკენიც დაგიწყებენ თქვენ ფულის მოთხოვნას. მარტო პარტია კი არ მოთხოვს ფულს. ეს ადამიანებიც მოვლენ. იმიტომ რომ ამათ მადა გაეზრდებათ. ძალადობა ესე პროგრესირებს, გეომეტრიულად იზრდება ძალადობაზე მოთხოვნა. როდესაც გემოს გაუგებენ ეს ადამიანები, ხო? მე ამას მიყვება და არ დამთავრდება. ვერ გააკონტროლებს, ვერც პოლიცია ვერ გააკონტროლებს ამ პროცესს. ვერც პარტია ვერ გააკონტროლებს ამ პროცესს და ეს ასე დამთავრდება ქართული ოცნების კრახით. და ქართულ ოცნებას დახუნძლულები ექნებიან სისხლის სამართლის დანაშაულებებით. უბრალოდ ეს ხალხი თავის მომავალს რასაც უმზადებს, ამ სიგიჟეს რასაც უმზადებს და რაც მათ ელის, ამ ხალხსაც, ამ ახალგაზრდა ხალხსაც, აი ხა თქვენ როგორ ფიქრობთ, ამათ ძალადობას
ეს ძალადობები ქართული ოცნების პროკურატურით შემოიფარგლება. ისინი ისე დანაშაულებს ჩაიდნენ, შეიძლება ზოგს მათგანს ხანდაზმულობაც არ ქონდეს. ამიტომ ამ ხალხმა სად ყოფენ თავს იმის წაქეზებით ეხლა ხო წაქეზებულები არიან რომ აი მაგრები ხარ ტაში და ყველა თქვენ ხარეს დგას. ჩვეულებრივი წაქეზება არის, ძალადობისკენ წაქეზება არის და ამას ორგანიზებას უკეთებს პარტია, ქართული ოცნება არის ბოროტების სათავე ამ შემთხვევაში. რომ აღარ ყოფნით პროკურატურა, სასამართლო, პოლიცია, ეხლა კრიმინალთან ერთად დაიწყეს თავისი ჭყალებში წესრიგის დამყარება და თავისი დღის წესრიგის მორგება, იმიტომ რომ ეხლა ეს ხალხი წარმოიდგინეთ, რომელიც 24 საათის განმავლობაში ზუსტად იმ ხალხს ძარცვავს. სასადილოებს ძარცვავენ, ხო? უფასო სასადილოებს ძარცვავენ. ყველა ტენდერიდან ფულს იპარავენ, გზიდან ფულს იპარავენ, ხიდებიდან ფულს იპარავენ, კოლ-ცენტრები არის ქვეყანაში, ფულს ათეთრებენ, ვეღარ გაცხნენ, აღარაფერი აღარ ყოფნით და ეხლა ადამიანებს, რომელსაც გაუჩნდათ და სათქმელია, ხო, ყველა სათქმელია. თელ საქართველოს აქვს მათ სათქმელი. პენსიებს ესენი არ ზრდიან. სოციალურ დახმარებებს აზრდიან, ფულს იპარავენ მილიონობით ერთ-ერთ ბიზნესმენს, საკუთარ ბიზნესმენს 35 მილიონის ქონება ჩამოართვეს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი ასეულობით ასეთი კორუმპირებული და ათასობით უკვე არის ჩინოვნიკი, რომელიც დგას და მათ უნდა იცოდნენ, რომ როგორც თვითონ აი თავისიანებს ფულს ართმევენ, ზუსტად ისევე როცა რომელ ბიზნესმენს ფულის მოვიდა მილიარდებს დავიბრუნებთ, აი მათ მოპალულ მილიარდებს დავიბრუნებთ. აი პირდაპირ გეუბნები მილიარდებს, ანუ ასეულობით მილიონს კი არა, მილიარდებს დავიბრუნებთ. სახელმწიფო ბიუჯეტი დაიბრუნებს, ქართველი ხალხი დაიბრუნებს და ეს ბანფორმირებები, ეს რაღაცა ზონდერების ახალი კლასტერების შექმნა არაფერს არ უშველის, იმიტომ რომ არავის არ უნდა არც აი მათ პარტნიორ ბიზნესმენებს არ უნდათ ეხლა რომ ამ ახალგაზრდების რაღაცმა ორგანიზაციებმა მიადგნენ და ფული მომეცი და ეს მომეცი და ეს ესე დამთავრდება. ეს დაწყება არის. თორე ბოლო ყველამ ნანახი გვაქვს. ტერორია ბოლოს, ხო, მასობრივი ტერორი, მაგრამ ამ ხალხმაც უნდა იცოდეს ეხლა ვინ აცემიებს ამ ხალხს, არავინ აღარ აცემინებს. მამები თავიანთ შვილებს ეხლა ამათ გააცემინებენ. აქ ძალიან ძიმე მდგომარეობამდე მიიყვანს. და ბიძინა ივანიშვილს ეს თუ არ ესმის, აი ამ ადამიანს, აი ამ ხელაკაცს, აი ეს ელემენტარული რაღაცა თუ არ ესმის, მაშინ მართლა შეშლილი არის და მართლა სერიოზული პრობლემები აქვს და უკვე ეგზისტენციალური საფრთხე არის ამ ადამიანის კონტროლი საქართველოს სახელმწიფოს, იმიტომ რომ ეს სიგიჟე უნდა დამთავრდეს და პირველ რიგში უნდა დამთავრდეს მის თავში. არაფერში ეს ხალხი ესენი სულ მსხვერპლები არიან, ეს ახალგაზრდებიც მსხვერპლები არიან, ანუნა ის პოლიციელებიც მსხვერპლები არიან, პროკურორებიც მსხვერპლები არიან. ის სისტემაც მსხვერპლი არის, ივანიშვილის მსხვერპლია ეს ხალხი, კიდე უფრო მეტ სოდვას ჩაადებიებს, კიდე მეტ უფრო უბედურებას. სისხლს დაღვრიან ესენი, ისე არიან, გავეშებულები არიან, კონტროლი არ აქვთ. და ქვეყანაში სახელმწიფოში სისტემა მოშლილი არის. ეხლა მე მინდა თქვენ ერთი მაგალითი მოგიყვეთ, რა შეიძლება მოხდეს წალკის რაიონში, რა მწიფდება წალკის რაიონში და უბრალოდ სახელმწიფო მამაში რა როლი ითამაშა აი ამ კონფლიქტის გაღვივებაში. წალკის რაიონში არის ესეთი თემი, ბარეთას თემი ქვია, სადაც შედის რამოდენიმე სოფელი და სადაც აცხოვრობენ სვანი და აჭარელი ეკომიგრანტები, რომლებიც დაახლოებით 20-25 წლის და უფრო ადრე არიან ჩასახლებულები. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა პონტოელმა ბერძნებმა გადაწყვიტეს, რომ წასულიყვნენ საბერძნეთში და სხვა სახელმწიფოში ეცხოვრათ. ეს ხალხი არის ჩასახლებული იქ და ამ ადამიანებმა იქაურება შეინარჩუნეს, მიწები დაამუშავეს, ხეები დაარგეს, ხეხილი გააშენეს, მეურნეობები მოიწყეს და 25 წელზე მეტია ცხოვრობენ. და რა ხდება და ამ ხალხს ჰქონდათ კონტრაქტები, სახელმწიფოს ჩაყვანილი ხალხია იმ ტერიტორიაზე. საქართველოს სახელმწიფომ ჩაიყვანა სვანეთიდან აჭარიდან და უთხრა თქვენ აქ იცხოვრეთ, იმიტომ რომ აქ ხალხი აღარ იცხოვრებს და ეს ეხა ვიღაცას რო არ დაჩეს, ქართულ ენოვანი და ქართველი მოსახლეობა იქ გადაასახლეს. დღეს ის ხალხი, რომელიც უკან ბრუნდება და ამ ხალხს ვისგანაც, პრინციპში ზოგს ნაკიდი აქვს, ზოგს თავის დროზე რაც იყო შესაბამისი $500 იყო, 300 თუ 800, ამ ხალხს გადახდილი აქვს, უბრალოდ არ არსებობს ეს გადახდის კითხვები, არ იყო მაშინ ასეთი სისტემა, ხო? ფინანსურად აწყობილი, რომ რაღაც საბუთები იქით-აქეთ და ხალხი, რომელიც 20-25 წელია ცხოვრობს თავის სახლებში, ეს ხალხი მიადგა უკვე დოკუმენტაციით, რომელიც
დაახლოებით აი როგორც ამას წინათ გვითხრეს, აი 21 ივლისს აქვთ თუ არ ვცდები საჯარო რეჟიმში გადარებული და 25 წელი ადამიანმა რომელმაც აი ეს ბოსცელის სახლად აქცია, ნუ ახლა ის პირობებში დასახლებიც იქ არის, ისეთი იყო რა დანგრეული ცუდ მდგომარეობაში ამ ხალხმა ააშენა ამ წლების განმავლობაში. ეხლა ეუბნებიან ეს სახლი შენი აღარ არის, აგერ იმ ადამიანის არის, რომელიც 25 წლის მერე ამ სახლს ითხოვს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რა სამ სოფელზეა მე რა ინფორმაციაც მაქვს. შეიძლება სადაც ეს ასეთი მდგომარეობა არის მთელ წალკის რაიონზე და ბევრ შემთხვევაში დმანისის რაიონზე და იმ რაიონებზე იყოს ლაპარაკი. წარმოიდგინეთ ხალხი რომლებიც უკვე 10 წელზე, 20 წელზე, 25 წელზე მეტია ეუბნებიან ეხლა შენ წადი და ვიღაცა უნდა დაბრუნდეს ამ სახლში. ეგ სახელმწიფო ამას აკეზებს იმის მაგივრად რომ რაღაცა თემა დაალაგოს, მაგერ საჯარო რეესტრი ასე იქცევა, გამგეობა ეუბნება მე რა ვქნა წადი და თბილისში ჩადით პრემიერ-მინისტრთან მიდით, პარლამენტთან მიდით, მაგას ვამბობ, ქვეყანა არის მოშლილი, მე როცა ვლაპარაკობ რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი, ინსტიტუტები რო არის ჩამოშლილი, ამას გულისხმობ, ინსტიტუტები არის ჩამოშლილი, ეხლა თქვენ ეხლა წარმოიდგინეთ, არსებობს ამხელა სამეცნიერო საზოგადოება, არსებობს ასე პოლიცია არსებობს ამ ქვეყანაში პროკურატურა არსებობს. ვიღაცა MMA-ის ზონდერების, აი ვის რაში ჭირდება ანამათი დაცული. არ კი ამ ხალხმა რომელმაც არ იცის საქართველოს ისტორია, რომელსაც ალბათ კარგად რომ შეადა იმას ქნა შეიძლება უმაღლესი სკოლაც არ ქონდეთ დამთავრებული. მათი ინტელექტუალური შესაძლებლობა არის კითხვის ნიშნისთვის და რა უნდა ამ ხალხის გაგიჟება, წაქეზება, მიცემენ რაღაცა ფულს ეუნები ეთქვიან რომ თქვენ არავინ არ დაგიჭერთ, აჰა შენ იარაღი ვერ გაიფორმებ, მაგრამ პოლიციელი არ გაგაჩერებს, მართვის მოწმობა თუ არა გაქვს, დასვავენ მანქანებს, აჩუქებენ, კარგად აი ეს მოაძღობენ და ეს ამ ადამიანებს მე თავში აუვარდებათ. და წარმოიდგინეთ რომ იქნება რაღაცა ბანდფორმირებები, რომლებიც იქნება გასული კანონის მიღმა და როდესაც რაღაცა ჯგუფები გადიან კანონის მიღმა, მაგას ქვია სახელმწიფოს ჩამოშლა. ამ ქვეყანაში ამის უფლება, კანონის აღსრულების უფლება აქვს პოლიციას, აქვს პროკურატურას და იმ შესაბამის ორგანოებს, რომელსაც საქართველოს კანონი აძლევს ამის უფლებას. და არ ვიცი, ან თავისთავიარებრალება ამ ხალხს. როგორი არის ხელისუფლება? არავინ არ დაინდობს, უნდა იცოდნენ, არავინ არ დაინდობს და თუ გონიათ, რომ მარტო მაგათა აქვთ ამ ქვეყანაში ძალა, ეგრე არ არის. რასაც დათესავენ შეიძლება სამი იმდენი მოინგან. პირდაპირ მნიშვნელობით და პირველ რიგში აი ამ ესეთი ბანდების უნდა ეშინოდეთ აი ბიზნესმენებს ქართულ ოცნებასთან რო არიან დაახლოებული, იმიტომ რომ თქვენი გადასახდელი იქნება მათი ჩენა. აბა რას ვიქნები, ხა საბიუჯეტო ორგანიზაცია თუ არ აქცევენ, ვიღაცამ ფული ხო უნდა მიიტანოს. ეხა იქ თუ შეკრიბავენ 50-30 კაც იმათ თავისი ჭირდება, თავისი ლოჯისტიკა ჭირდება, ოფისი ჭირდება, ეს ვისი გადასახდელი არის. გადაიხდიან ისევ ეს ბიზნესმენები, ისევ მათ შვილებს, მათ ნათესავებს შეეხებიან ეს ადამიანები თავში რო უვარდებათ და დაიწყებენ თარეში და თუ მიეცათ ამის შესაძლებლობა. ამიტომ პირველ რიგში ესეთი ბანდფორმირებები არის ქართული ოცნების გარემოცვისთვის საფრთხის შემცვლელი, იმიტომ რომ შიგნით წავა მე ერთმანეთთან ბრძოლები, ეს ვის დაუჭერს მხარს, ის ვის კლანში იქნება, უბედურება დატრიალდება ამ ქვეყანაში და პირველ რიგში ქართული ოცნებისთვის დატრიალდება უბედურება, იმიტომ რომ ეგ კი არა ამაზე უარესები აქვს ამ ქვეყანას მონელებული, ხა ამ ხალხმა ვის რა უნდა შეაჩინოს, ან ვის რა უნდა შეეშინდეთ ამის შეერა. ლევან, აი თქვენ თავისივე თავისთვის იქნება. კი ბატონო, ლევან და აი იმის ნაცვლად რომ რაღაც ხელისუფლებას არ ვიცი კონდეს ადეკვატური რეაგირება, მაგრამ ვერ ექნება ამ შემთხვევაში ვინაიდან თავად არიან ამ ყველაფრის შემქმნელები. აი გვეუბნება მაგალითად არჩილ გორდულაძე, საზოგადოებამ კარგად დაიმახსოვრა ეს სახელი და გვარი პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ. კარგი არისო, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი ხმა აიმაღლონ კულტურის, რწმენის, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე, ანუ აკეზებენ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის დაცვითო და აი ამ ფონზე დავასრულებ ლევან, ამ ფონზე ჩვენ ნახეთ გუშინ რაც მოხდა საკრებულოსთან 10 ადამიანი არის დაკავებული, იმიტომ რომ თურმე ჩათვალა რომ შეურაცხყოფელი ბანერები ეჭირათ სამხალხო აქტივისტებს. ნუ გასაგებია ხა ეჭირათ, მე საერთოდ პირდაპირ გეტყვი ან უნდა რა, მე არ მომწონს ესეთი ფორმებით. ეხლა შსს როგორ იქცევა, ეგ ცალკე საქმე არის, მაგრამ აი ქართულ მეტყველებაში და ქართულ ენაში არსებობს სხვა უფრო
უფრო სიტყვები რომლითაც შეგიძლია რაღაცების გამოხატვა. ამიტომ მე პირადად არ ვარ ამის თუმცა ამის გამო ციხეში არ უნდა უშვებდნენ ხომ ლევანი? არა, მე არ გეუბნებით რომ ციხეში უნდა ჩასვან, მაგრამ არსებობს რაღაცა, ეხა ამხელა ის გავიარეთ ჩვენც, მაგრამ არასდროს არ მომდომებია მაგალითად ეგეთი ბანერის დაკავება. რა პირდაპირ გეტყვით, ეხა გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში ვიყავი და ადმინისტრაციული ერთიც ჰქონდა, 15-იც ჰქონდა და სისხლის სამართალზეც ვიჯექი და ბევრი წელი ციხეში გავატარე, მაგრამ აი შინაგანად არასდროს არ მომდომებია რომ რაღაცა აი ესეთი ბანერებით, იმიტომ რომ არ მე მგონია რომ ასეთი ბანერები ეს არ აზიანებს ქართულ ოცნებას და ბევრ ადამიანს არ მოწონს. განსაკუთრებით კრიტიკულ მასას არ მოწონს, იმიტომ რომ ქართველებს საერთოდ არ უყვართ უზრდელი ადამიანები. ქართულ კულტურაში უზრდელობა არ არის მიღებული და უზრდელი ადამიანის მიმართ ის ყოველთვის არის მარგინალურად წარმოჩენილი. და შესაბამისად მე პირადად მგონია ასეთი მეტყველები და ასეთი რიტორიკით ქართული ოცნების პროპაგანდა უფრო იმედად იკვებება, ვიდრე ამით ვინმეს რამე ზიანი მოსდის. მაგრამ მეორე ამბავია, რა თქმა უნდა, პოლიციის ქცევა. ეგ სხვა ამბავია, მაგრამ მე არ შემეძლო უბრალოდ ჩემი პოზიცია რო არ დამეფიქსირებია, არ მგონია, რომ ამით ვინმე რამეს აკლდებოდეს გარდა იმისა, რომ რაღაცა ხო გეუბნებით, უზრდელობა ქართულ კულტურაში უზრდელობა არის მიუღებელი ამბავი. უზრდელი კაცი არ უყვართ, უზრდელი კაცი არ ითვლება ვაჟკაც ადამიანად. ქართული ეთნოფსიქიკა არ ცნობს უზრდელ ადამიანს და ყოველთვის ახდენს მის მარგინალიზაციას. ეს რაც მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ზოგადად ასეთ გამოხატვასთან. და მეორე არის ახლა პოლიციის ქცევა ახლა. იქ ბანერის გამო დაკავება კი არა. იქ პრობლემა იყო რომ სახეში როგორ ურტყავს ახალგაზრდა ადამიანს პოლიციელი იქ ვიდეო კადრები გამოჩნდა პირდაპირ სახეში როგორ ურტყავს და როგორ ძალადობს პოლიციელი და როგორ იქცევიან პოლიციელები კიდე ცალკე სალაპარაკო თემა არის როგორ იქცევიან დაწესებულებებში როგორ მიდის მასობრივად ადამიანების ცემა რამდენით არის 10,000 სისხლის სამართლის საქმე არის უფრო მეტი 25 წელს ვიდრე იყო წინა 24-თან და 23-თან შედარებით როგორ ხდება პოლიციელების მხრიდან ადამიანების შეურაცხყოფა ქუჩაში გაჩერება უკანონო შემოწმებები რაღაცა ხელის ფათურები უხეშად ვულგარულად შპანურად როგორ იქცევიან 1000 ვიდეო ვრცელდება ჩვენ ნახეთ რა მოხდა გორში როდესაც ერთ ადამიანს რაღაცა 20 კაცი ურტყავდა ჩვენ ხედავთ როგორ აკავებენ სწორი ბანერებით სწორი პროტესტით მაგალითად სტუდენტებს ილიაუნის კიბეებზე და მაშინ როდესაც ეს ხალხგასასმელია 55 ჯერ დაიხიეს უკან 2025 წლის სუსის ანგარიში არის სხვათა შორის 55 ჯერ მოხდა უფრო მეტჯერ შეიძლება მეშლება ანუ 50-ზე მეტი იყო ფაქტია მაგალითად საოკუპაციო ხაზის დარღვევა ანუ გამოდის რომ ქართულმა პოლიციამ იმიტომ პოლიცია დგას იქ ხო 55 ჯერ უკან გადმოდგა ნაბიჯი და საკუთარი ტერიტორია ვერ დაიცვა. მაშინ როდესაც ზუსტად ამ ადამიანებს ფორმიანებს ხედავთ მაგალითად როგორ ცემენ ახალგაზრდებს და თუნდაც მაგ დაკავებ გუშინ რაც მოხდა ეხა ერთ კაცს ეწერა ბანერი 10-ვე სხვა რეჭირა პირობითად ვამბობ. მადლობა ლევან და დავასრულოთ. ამაზეა საუბარი. ამიტომ რა თქმა უნდა ერთად ეხა უკვე ერთი ის არის ერთი პორტფელი გააკეთეს ძალადობის. ნახეთ ჩამოშლილ სახელმწიფოს როცა ვლაპარაკობ, რას ნიშნავს ჩამოშლილი სახელმწიფო? ხელისუფლება ქვეყანას ვეღარ მართავს პოლიციით, პროკურატურით, აღარ ყოფნის ყოველ შემთხვევაში ისთვის რომ აღარ ყოფნით და ეხა შევიდენ ალიანსში კრიმინალთან და ბანდფორმირებთან. დიდი მადლობა. და ეს მთავრდება ყოველთვის ეს იმ ხალხისთვის კატასტროფულად, ვინც ეს რაღაცებს ქმნის. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანები დაზიანდნენ, იმიტომ ეს ადამიანები ხალხს ტყივილს მიაყენებენ აუცილებლად, მაგრამ ყველა უნდა იცოდეს, რომ არავინ არ დარჩება პასუხს გარეშე და სამართალში ყველა მიეცემა აბსოლუტურად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ლევან გოგიჩაიშვილი იყო დღის ამბების ეთერის სტუმარი.